წლების განმავლობაში შუქიშნების მართვის სააგენტო მდებარეობს 112 შენობაში. თბილისში შუქიშნების მართვას უზრუნველყოფს კომპანია Cemex, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულება დედაქალაქის მერიამ ვერ შეძლო და კომპანიას დღემდე არ ჩარიცხვია კუთვნილი თანხა. ამის გამო Cemex-მა თანამშრომლებს ვერ გადაუხადა ხელფასი. თანამშრომლებმა დატოვეს დაკავებული თანამდებობები და დღეს შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ დედაქალაქში შუქნიშნების მართვა აბსოლუტურად უპატრონოდ არის მიტოვებული და ის ქაოსური მოძრაობა, რაც დედაქალაქში არის, კიდევ უფრო პრობლემატური გახდება იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა რამდენიმე საათში არ მოგვარდა. სწორედ ამიტომ ჩვენ დედაქალაქის მერიას მიმართავთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად იყოს მოგვარებული. მოგეხსენებათ, რომ აღდგომის დღეებია და ვაკეს საბურთალოს მიმართულებით და სხვა სასაფლაოების მიმართულებით კიდევ უფრო ინტენსიური იქნება მოძრაობა და დატვირთული იქნება გზები და ეს პრობლემა, ტექნიკური პრობლემა, რომელიც უკვე შექმნილია, თუ უსწრაფესად არ მოგვარდა, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა დაეკისრება ქალაქის მერს.